ეხლა უცებ ის გამახსენდა ისევ რა იმ ბიჭმა ქართველმა ხელი რო დაარტყა იმ ქალს თუ რავი რას ეგ თქვენ გაარჩიეთ ერთმანეთში და მთელი ამბავი რო ატყირა ატეხა ღრუტუნეთმა და ღრუტუნეთის საგარეო სამინისტროს ის რო გამოვიდა სახაროვა თუ ზუკერმანი თუ რავი ნუ ყოველ შემთხვევაში არა რუსი და მთელი ამბავი აი რუსოფობია და მე მიება ამას მთელი ამბები და რაღაცეები ბიჭო მაგაზე შემთხვევით ოდნავ მაინც მძიმე შემთხვევა ხომ არ იყო ის რომ იმ ჩვენმა ერთმა გაუბედურებულმა მეცხვარე იყო და მეძროხე ვიღაც უბედურმა ბიჭმა რომ ოჯახი რო ამოწყვიტა ბიჭო ის ანგელოზივი ცირეწლოვანი ბავშვით და ცოლი გააუპატიურა თუ რავი რა აღარ აქ იმ ქრის თვალწინ და ჩახოცა და ისა და რამე გაგიგია თან სახელმწიფო მდივნისგან ან სენატისგან ან რა ვიცი მე ან არც ერთი კონგრესმენი არავინ აბსოლუტურად თუ ამერიკის ელჩისგან თუ რაღაც რატო იმათ არ უყვართ თავიანთი მოქალაქე ის ზუსტად ეს ქვეყანაა ამერიკა რომელიც თავის თითოეულ მოქალაქეს იცავს ნებისმიერ წერტილში დედამიწის ხო და არავის არ უთქვამს რომ ამერიკა ფობიაო საქართველოსიო იმიტომ რომ რეალურად საღად აზროვნებენ და იქ ნორმალური ადამიანები არიან და ის კი არავინ გარდაცვლილი ბიჭის მე მგონი მშობლებმა უბედურებმა ბიბლია გამოუგზავნეს ამას ციხეში თო აი ქრისტიანები არიან რა მოკლედ ზახაროვა კი არ არიან და ხაბატი აი განსხვავება ნორმალურ ქვეყანასა და ღრუტუნეთს შორის ფობია თქვენი დედა